მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ერთ ძალიან ბინძურ ადამიანს, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ძალიან ბინძური შეურაცხყოფა იკადრა. ახლა ამ ადამიანებიდან გასაკვირი არაფერი არაა და მით უმეტეს პოლიტიკაში თუ არის ადამიანი და ფეხი თუ შეუდგიაო მაინც რაღაც პოლიტიკურ პროცესებში, ის ყოველთვის უნდა ელოდეს სიბინძურეს. ჩემთვის ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. მაგრამ მინდა თავში ვეთქვა ახლა ამ ბლოგის დაწყების თავში ვეთქვა, მე როდესაც დავბრუნდები სამშობლოში, ჩემი გარდაცვლილი მამის შეურაცხყოფის გამო, მე შენ პასუხს მოგთხოვ. მოგთხოვ პასუხს ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ. და როგორცაც იმსახურებ, შენ თვითონაც კარგად იცი და ასე რომ არ გავჩერდები მე ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს, მაგრამ იცოდე რომ როდესაც დავბრუნდები მე საქართველოში, შენ ამის გამო პასუხს მოგთხოვ, იმიტომ რომ მოსათხოვი გაქვს, იმიტომ რომ გარდაცვლილი მამის შეურაცხყოფას ნამდვილად არავის არ ვაპატიებ, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს ესეთი ბინძური ფორმით. მოკლედ ერთი ბინძური ადამიანი, რომელი ბინძური ადამიანიც გამოხდა რამოდენიმე დღის წინ. ეს არის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, ეგრეთ წოდებული ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და გამოაქვეყნა თავის გვერდზე მონაცემები ჩემს დოსიესთან დაკავშირებით. მეტი ვერაფერი ვერ ნახეს ეთქობა. ეძიენ თავის სუსიან, მუსიან, პუსიან, კუდიანად თუ რა ვიცი, აჯანდაბებიანად და ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი. ხა რაც არ არის ბუნებაში, ის რა უნდა აღმოაჩინო ახლა. ქონებას მიარფლობ და შემოსავალი მე არა მაქვს და მილიონერი მე არა ვარ და ჩემი ოჯახი და მით ერთი და ნახეთ მე როგორ ცხოვრობ, ჩემი ოჯახი როგორ ცხოვრობს და შეხედეთ ერთი ამათი ოჯახები როგორ ცხოვრობენ და გამოქვეყნები ესეთი დოსიე, სადაც წერია, რომ ჩემზე ქონებრივი დეკლარაცია, მინდა ეხლა ამას პასუხი გავცე, რომ მე 100%-იანი მფლობელი ვარ რაღაცა IT კომპანიის და ესე შემდეგ. ხო, პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ დიახ, ნამდვილად მე 2017 წლიდან 2020 წლამდე მქონდა ეს პატარა IT კომპანია, სერვისი, სადაც მე ჩემ მეგობრებთან ერთად მუშაობდი, ჩემი შრომით თავს ვირჩენდი და სხვათა შორის ჩემ საქმეში ძალიან კარგი სპეციალისტი ვიყავი და არ ვიყავი არავის უკანაში შემძვრალი და არავის არ ვემათხოვრებოდი ფულზე. ჩემი თავი და ჩემი ოჯახის რჩენა შემეძლო ჩემი შესაძლებლობებით. როდესაც შემდეგ პოლიტიკაში მომიწია საბოლოოდ გადასვლა სიბინძურეების გამოწვევასთან დაკავშირებით, აუდექი ეს ყველაფერი გავყიდე, კომპანია გადაუფორმე ჩემს მეგობარს, წამოვედი და შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ეს კომპანია გადაფორმებული არის. მასზე ვიზეც არის მითითებული აქ. რა ვიცი, ეს რატო ითვლება რაღაც დანაშაულ, შეგიძლიათ კომპანიების შემოსავლებით შეამოწმოთ, თუ რა შემოსავლები ქონდა და თუ იყო აქ ათასებზე და მილიონებზე საუბარი, მის გადამოწმება წღია, არანაირი პრობლემა არა. მეორე პრობლემა ყოფილა ის, რომ თურმე მე მიწის ნაკვეთი გამაჩნია, დიახ, ნამდვილად გამაჩნია მიწის ნაკვეთი დედულში, ბაბუაჩემმა, ცხონებულმა ბაბუაჩემმა მაჩუკა მიწა, შვილიშვილს 2300 კვადრატული მეტრი მიწა, წყალტუბოს რაიონი, სოფელი კვიშტიბი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული შრომობდით, ჩვენი ოჯახის არსებობის ერთ-ერთი წყარო იყო ზუსტად ის მიწა, მეც, ჩემი ძმაც ბავშვობიდან. კი ბატონო, შრომაში გაზრდილები ვართ და არ უარყოფ ამას, ჯერ დედაჩემის სახელზე იყო, დედაჩემმა გადმოიტანა მერე ჩემს სახელზე და მაქვს და თუ ასე ძალიან გაწუხებთ ეს მიწა, ესე სხვათა შორის ნაცკოცებს, ხო, შემიძლია გაჩუქოთ. გაჩუქოთ, ოღონდ სასაფლაოდ. პანთეონს მოვაწყობ შიგნით, ეჭვი მეპარება უბრალოდ რომ არ დაიტევით. იმდენი ხარ თქვენ დედამოწყუნლებო. აი ერთად 2300 კვადრატულ მეტრ მიწაზე არ დაიტევით და ბევრი ხართ. თორე გაჩუქებდით, ნამდვილად გაჩუქებდით და ჩაეყარეთ იმ მიწაში და იმ 2300 კვადრატულ მეტრ იმერეთის თეთრ მიწას დიდი სიამოვნებით გაჩუქებდით. ოღონდ სასაფლაოსთვის რომ დაგმარხოთ. არა პრობლემა, კი ბატონო, არ უარყოფ. და რაც შეეხება მესამე საკითხს, სადაც ჩემი ეს არის, რა ქვია, გამოყენებული ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელი ემიგრანტსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა, წლების მანძილზე იყო წასული საქართველოდან, მშენებარეში ჰქონდა შეტანილი, ყიდვა უნდა და მთხოვა უბრალოდ რომ მინდობილობა გაეკეთებია ჩემთვის, თვითონ ვერ ჩამოდიოდა, გაკეთა ჩემზე მინდობილობა, გადაიხადა ამ ადამიანმა ბინაში მშენებარეში ჰქონდა შეტანილი, გადაიხადა ამ ადამიანმა თავისი ყველაფერი, უბრალოდ ჩემს სახელზე იყო და მე გადაუფორმე უკან, რა თქმა უნდა,
დამთავრდა ეს გადახდის თარიღი და წაიღო და რა ვიცი ღმერთმა ბედნიერად აცხოვროს მის სახლში ხა მენდობოდა ადამიანი და მოხდა ეხლა ამაში ამაში რა არის რა ვიცი გადასარევი და მუსარევი მით უმეტეს საქართველოში მე ვერ ხვდები და უბრალოდ ეს მეტი ვერაფერი ვერ მოძებნეს ახლა ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში და გამოუჭენებია ესა და საინტერესო არის იქ კომენტარები ეს მე ნორმალური ადამიანი მეგონა რა ვიცი არანორმალურობა რა არის ამ ყველაფერში მე ვერ ხვდები რაღაცა ბოდვა აქვს კიდე დაწერილი რაღაცა უზარმაზარი ვერ წავიკითხე სიმართლე გითხრათ ну აქ თურმე რატო ვიმეტებთ რატო მიმეტებენ რატო ვიმეტებ რომ არ ვიცი მე ვერ ხვდები მე რა შუაში ვარ ან ეს რა კომპრომატი არის და ну რა თქმა უნდა ეგ ვიღაცა ქუცუნია კიდე ну ბოლმიანი ძმები და ბოროტები და ესე შემდეგ და ну ლანძღავენ ახლა მაგინებენ ეს თურმე რა დანაშაული მქონია ჩადენილი რა აგერა შებძანდით თქო უნდა შეამოწმეთ რა მაგრამ ახლა ამაზე არც გავცემდი პასუხს ამ ბინძურ ადამიანს რომელთან წარსულში რაღაც ისტორიაც მაკავშირებს მაგრამ საინტერესო რა იყო იცით ამ ბინძურმა ადამიანმა ადგა ეს ყველაფერი და როცა შესაბამისი პასუხი ვერ მიიღო და არავის არ დაინტერესა მსისულელამ ადგა გამოაცხო მეორე პოსტი რომელ პოსტშიც დამაბრალა რომ თურმე მე კოცებმა თურმე მიმაგზავნეს აი ამ ბიოლოგიურ ნაგავთან და თურმე ესე იგი ელისო კილაძის ცვლა ვარ თურმე მე ვესხმი ამას თავს ეს კლასტერია აქეთ რომ ელისო კილაძე იყო და იქეთ ისა რა ქვია ინოია ჭყარკავა და ეს დაცკოცებრივ ერთმანეთს ჭამდნენ და მე ერთმანეთს რო აფინანსებ მე რა შუაში ვიყავი ვერ გავიგე თურმე ცხონებული მამაჩემი რომელიც თავის დროზე ლექტორი კაცი იყო, მანამდე ნოტარიუსი იყო, ქუთაისში გპ-ის ვალიშვილის მოადგილე იყო, პატიოსნესი უწესრიესი ადამიანი, იმიტომ არა რომ მამა იყო ჩემი, თელმა ქალაქმა იცის, რომ იყო ეგეთი ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობის წევრობის გამო იქნა დაჭერილი და 3 წელწადნახევარი მოხდა 5 წელწადნახევარი მიუსაჯეს მაშინ კომუნისტების დროს და მე როდესაც ზვიადგამსახურდია და მერაბკოსტავა და ეროვნული ხელისუფლებამ თავისი გააკეთა და ეროვნული ხელისუფლება რაღაც 2 წლით მოვიდა ქვეყანაში მოუშვა ციხიდან და რეაბილიტაციაც გაუკეთა და ის იყო და სადა ქვეყანა დადიოდა ჩვენ ოჯახში იურიდიულ კონსულტაციაზე და ერთი თეთრი არა უზია მომაჩემს დახვრეტაზე მოვაწერ ამაზე ხელს და სიბინძურეები აქ თურმე რავი ვიღაცებს თურმე ძარცვავდა ქთამებს იღებდა თურმე აქეთ იქეთ აი ხუი და მეკთამე მომყოლია თურმე თავის დროზეც როცა იჭერდნენ სხვათა შორის მაგას აბრალებდნენ უბრალოდ 12000 სანოტარო იმიდან რა ქვია საქმიდან მხოლოდ 11 მანეთი და 20 კაპიკი ნახეს რაღაცა ის რომელსაც ვერ მოუხერხეს ვერაფერი თავის დროს სხვათა შორის კგბ-შნიკებმა ხო და თურმე ეს ყოფილა დანაშაული და ამ ბინძურმა აყროლებულმა თურმე მამაჩემის პატიოსანი ხსოვნა და წმინდა სახელი თურმე უნდა შეურაცხოს და სიბინძურე უნდა მიაყენოს მე არ ვიცი ელისო კილაძის მამა ვინ იყო არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ რა ვიცი გაცემენ ალბათ მათი შვილები და შვილიშვილები პასუხს მაგრამ მე პირადად როცა ჩამოვა ამ ბიოლოგიურ ნაგავს ნამდვილად პირდები რომ პასუხს გავცე ნამდვილად გავცე საინტერესო არის რომ ამ სიბინძურეს წერს მოყვება მე თავისთავად ჩემ ძმაზე წერს 1000 სიბინძურეს ჩემზე წერს უსის ნასეთკა კუდის ნასეთკა ესე შემდეგ მიყვება და ამ ყველაფერს თავისთავად ამან შედარებით გამოაფხიზლა რა ეს ნაცკოცური სასტავი და უფრო მეტი კომენტარი ქონდა და უფრო მეტი კომენტარი დაწერეს ახლა თავის სიანებმა ესე რომ ვთქვათ და ეს არის რა იქ ზოგიერთ ნორმალური ადამიანიც წერს რომ რა სულელებს წერს რა კოცი რის კოცი მაგრამ არის აქ კაცო ახლა თოია ახრახაძე ყავთ კაცო ეს კოცების გმირი პუჩისტე მაგარის რო ყავთ რა ქვია მეომარე ეს გმირი და თქვენი სახელი და გვარი ლაპარაკობს ვიჟო თქვენ ვინ ახართ თქვენ ვიზე უნდა თქვათ რამე საერთოდ
ნაცკოცეთმა აღარ იცით უკვე ერთმანეთის უკანალებში რაფერ შეძურეთ და ამ ბიჭო ვის უკანალში ძურებით ბიჭო ვის უკანალში უნდა შეძურეთ ბიჭო აი ახლა ვეუბნები მთელი ამ მთელ საკოცნაცეთს ვინც აქ კომენტარებს წერს ვითომ არ იციან ვინ არის ესა რა ქვია ირაკლი ზაქარიაშვილი ხო აი ეს ბინძური ნაძირალა არსება რომელი ბინძური ნაძირალა არსებაც ესე იგი მთელი მისი ცხოვრება სიბინძურეების მას არ აკეთებდა და ახალაიების შნირი იყო პირდაპირ სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ერთ შემთხვევაში ადვოკატი მეორეში ადვოკატობის უფლებაც რო არ ჰქონდა მაინც ისე იყო გამბრავებელი ამ ოჯახის და აი ამათი მთელი საბიონა გავეთის ის და ლანძღავენ ახლა მე და ჩემ ძმას და აი ეგ რაფრიალებენ ამ იმას თურმე რამხელა დანაშაული მქონია რომ ადამიანი პატიოსნად მუშაობდი და ჩემი შემოსავალი მქონდა დათო ახახაძე არაკაცო შენთვის რამდენჯერ კომპიუტერი უფასოდ გამიკეთებია და რამდენი პატივი მიცია და რამდენჯერ გადაგყოლი ვარ ამოგხეთქოს თავში იმდენი შე არაკაცო შე გინდა თბილისში რო ვიყავი გინდა ქუთაისში რო ვიყავ რამდენჯერ გდებულ ხარ ჩემთან და შენ არ იცი იქ ბიჭო რა წერია რომ ისე არის მაგრამ ნაძირალა ხარ და მეტი რა უნდა გითხრა შენ კაცობით გატაროს მართლა კაცუნებ ეხლა მინდა გაჩვენოთ მე თქვენ უბრალოდ ეს ადამიანი ვინ არის სინამდვილეში რა აი რო იყო საქმის კურსში ვინ ლანძღავს ვინ მაბრალებს მე ქოცობას და სინამდვილეში ქოცები უკანალში რო უძვრებიან ეს ადამიანი ვინ არის ძალიან გთხოვთ მოусმინეთ ამ ყველაფერს ირაკლი თქვენც მინდა იგივე შეგეკითხოთ რაზეც ახლა ბატონი ზვიადი საუბრობდა ჩემი შეკითხვის პასუხად თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით რას ემსახურება ერთი თვით ადრე როლანდ ახალაიას მიმართ გატარებული აი ეს ღონისძიებები აი ამ სტუდიაში მომხდარი ფაქტით დავიწყებ ადამიანი ეხლახანს ლაპარაკობდა ქართული სამხედრო ინდუსტრიის წარმატებაზე რა წარმატებაზე ამდღარი ადამიანი ისინის აი ეს არის კომპანიები ვიცი ჩვენ ზეპირად იცით აი ეს არის ზეპირად ვიცი თქვენი პიარ კომპანიები რა შეხება თქვენს შეკითხვას გეუბნებით ეს არის პოლიტიკური უდიდესი ევროპაში სავაჭრო ცენტრი უდიდესი იარაღით ვამარაგებს ეს არის რაღაცის ხალხის ველობა რომ აი როლანდ ახალაიას მიმართ დადგეს როლანდ ახალაია ხალხს უყვარს ფენის სამეგრელო პაროტი აი როლანდ ახალაიას მიმართ დადგეს როლანდ ახალაია ხალხს უყვარს პაროტი აი როლანდ ახალაიას მიმართ დადგეს როლანდ ახალაია ხალხს უყვარს ფენის სამეგრელო რა სიხურელებს ლაპარაკობ და ამბობენ იმ ოჯახის დამსახურებას როგორც როლანდი ახალაიას დამსახურებას ისე დავით ახალაიას ბაჭანა მეგრელებს მასწავლით მეგრელი ხარ ამასრულებიეთ საუბარი მე სამეგრელოში მეგობრები წავს ნათესავები წავს ჩემო ბატონო სულახახას ვიყავი ჯვარზენში აი იმიტომა აფხაზებს და გონებარნდა ისე როგორც დანარჩენი საქართველო არის ქართული ოცნების და მოქმედი ხელისუფლების ლანძღვაში იმიტომ არის რომ რეგიონებში ყოველ დღე 2-3 ცვლიან მაჟორიტარებს იმიტომ რომ კატასტროფა აქვს უკვე ბატონო ირაკლი როლანდ ახალაია კარგი დეპუტატი იყო კარგი მაჟორიტარი იყო რა გააკეთა მან თავის რეგიონში მე საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობ მე არა ვარ დეპუტატი თუმცა თქვენ იცით სამეგრელოს განწყობები ამ გას არა მარტო სამეგრელოს განწყობები მე წარმოშობით გურიდან არა ანალოგიური განწყობები არის აი კითხეთ ჩოხატაურში ლაშხუთში გამოცვალეს უკვე მაჟორიტარები რას ნიშნავს თქვენ გამეცით პასუხი რა არის ეს დაადგენ ერთს მეორე დღეს სული მეორე იმიტომ რომ კატასტროფა იმიტომ რომ ხალხი მხარს არ უჭერს. ირაკლი, იმიტომ ბრძანდებით აქ შეიძლება რიტორიკულ შეკითხვას ვსვამ და ეს ალბათ საზოგადოებისთვისაც არის, რომ დაადგენ ერთ კანდიდატს, მეორე დღეს გამოცვლი, მესამე დღეს იქ დაადგენ. აი პაპუაშვილი რომ არის მსახიობი. კორიფე სენის. თაწმინდაზე იყო, მე თაწმინდაზე ვცხოვრობ. თაწმინდაზე იყო დეპუტატი. თვითონ ვაკელია. ახლა თაწმინდა ხო აშენა, კაციშვილს არ უნახავს თვალით. წამოვიდა ახლა და იმაში არის, რა ქვია, ჩუღურეთში არის დეპუტატობის კანდიდატი. ამას რა ქვია გამაგებია? როლანდ ახალაიამ რა გააკეთა? როლანდ ახალაიამ ყველაფერი გააკეთა ის, რაც მას როგორც დეპუტატს, როგორც მოქალაქეს, როგორც პიროვნებას ევალებოდა. და სხვებივით არ ყვირის. რა კონკრეტულად? სხვებივით ის არ აფიშირებს და არ აკეთებს ამის რეკლამას. აი ეს არის ჩემო ბატონო საქმე. ესენი არაფერს არ აკეთებს რეკლამას ბატონო. პაპუაშვილი საერთოდ არაფერს არ აკეთებს. კარგით, არ გვინდა ამაზე. აი მოკლედ მეგობრებო, ესეთი ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც თავის დროზე
ახალაიების უკანალიდან არ იყო გამომძვრალი. და არა მარტო მამის, აი ხა თქვენ ნახეთ შვილის მიმართებაში, აი პატარა ნაბიჭვარი დათანა ახალაიას მიმართებაში როგორიც ამას და რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს ახალ გარემოებებთან დაკავშირებით. რეალურად სანდრო გირგულიანის მკვლელობაში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ კავშირში არ არის დათა ახალაიას გულისხმობ. მოგესალმებით. დიახ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დათა ახალაია არანაირ კავშირში არ არის. გირგულიანის მოკვდინებასთან დაკავშირებით მეცაც გეტყვით, შეიძლება ეს საზოგადოებამ არ იცოდეს. თავად დათა ახალაიას მიერ ჩატარებული ოპერატიული მოკვლევით, აი იმ ცხელკვალზე და შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შესაბამისი პატაკით გაიხსნა საქმე და შემდგომში საქმე გადაეგზავნა ქალაქის პროკურატურას შინაგან საქმეთა მინისტრის რეზოლუციის საფუძველზე. ხოლო სანამ პროკურატურაში გადაეგზავნებოდა საქმეს იძიებდა ქალაქის სამმართველო. Ну, მოკლედ, მეგობრებო, კიდე შემიძლია გაჩვენოთ არაერთი ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა, რომ ვითომ კუცუნიებმა არ იცოდნენ, ვინა ირაკლი ზაქარეიშვილი და კუცუნიები არ იყვნენ აზრზე, მაგათ ტელევიზიაზე, მაგათ იმაზეც აი ესეთი გადაცემებში მონაწილეობდა და იქაც აქებდა და ადიდებდა. დანაშაული ზუსტად ის არის, რაზეც მათ პასუხი აგეს ავად თუ კარგად ხავს უსვამ ის რომ კაბეზეს ნაცვლად წაიყვანეს ოქროყანის ტყეში და იქ განხორციელდა ძალადობა ფაქტობრივად ბუხაიძის მიმართ, იმიტომ რომ გირგულიანი გაექცათ. ისინი, ანუ კუდის თანამშრომლები, საქმის მასალები დადგენილია უტყუარად, რომ 15 წუთში დამთავრდა ეს ყველაფერი, ეს ძალადობა, უმსგავსოება და 15 წუთში არიან წამოსულები უკან და შემდგომ უკვე განვითარდა მოვლენები, იქ ტყეში იყვნენ ბუხაიძე, გირგულიანი და რა მოხდა იქ აი ამაზე არის პასუხი გასაცემი, თუმცა პასუხიც გაცემული არის იმ მოცემულობით, რომ საქმის მასალები ჩანს, რა არის იქ მომხდარი. იქ არის მომხდარი ის, რომ გირგულიანი იქნა ჯერ მოკლული, შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით, განასრულებით. კი ბატონო. კვალის დაფარვის მიზნით მას სხეულზე მჭრელი საგნით მიაყენეს ჭრილობები, რაც შეძლეს ზურგით ათრიეს, რაც არა და დააგდეს ტყეში კილომეტრ ნახევარში არის ნანახი. მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას. ან თქვენი ციტყლელი ვინ არის? და ეს არ არის კუდის თანამშრომელი. დავასრულო. კითხვაც უნდა დავსვათ. მივალ მაქამდე მათმევინად მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, თუმცა გეტყვით აი ამ მოცემულობით, აი ამ კუთხით, რომ ძალიან მიკვირს, რატომ არ აქვს წარდგენილი ბრალი აქამდე ბატონ ლევან ბუხაიძეს გირგულიანის მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში. ანუ მეგობრებო, უსენდისო, უნამუსო, უტიფარი, ყოველგვარ ზღვარს გადასული ნაგავი ადამიანი, რომელიც სადა ქვეყანა ვიცის, ვინ მოკლა ეს ბიჭი, როგორ მოკლა, რანაირად მოკლა, რეზონანსული მკვლელობა იყო, ამ ადამიანების ძვლებზე მოვიდა ეს დამპალი რეჟიმი. და როდესაც ყველაზე მეტად იყო ჩაწიხლული და როდესაც ყველაზე მეტად იყო მართლა ნაგავში ჩასარიცხი ნაციონალური მოძრაობა, მაშინ იყო მათი უკანალის წმენდავი. მერე შეიცვალა დროება, მერე გადმოვიდა გახდა კოცი, მერე ამ კოცობის პერიოდში 1000 სიბინძურეს აკეთებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მე ვიმყოფებოდი მაშინ საქართველოში, როდესაც მას დაუკავშირდი, მაშინ მამაჩემის ხსოვნას არა, ჩემ ძმას მიაყენა რაღაცა ესეთი ცილის წამბრივი ის, რა თქმა უნდა უარი მითხრა. შეხვედრაზე მიჩივლეო, პოლიციაო და კოცებსაც ეს უნდოდათ, რომ მე მივარდნილიყავი სახში, მეცემა, რაღაცა აქეთ-იქეთ და მე დავეჭირეთ. რა, მათ ყავდათ გამოყვანილი ეს ბიოლოგიური ნაგავი, აი მოგასმენიეთ სატელეფონო ჩანაწერი. ჩემი ძმა არის პოლიტიკური დევნილი ამ ხელისუფლების პერიოდში, რომელიც არის ქვეყნიდან გაქცეული საფრანგეთში. პოლიტიკური დევნილი. ჩემი ძმა ვინაა? შენ მე უმასწავლი, გაიგე? მომისმინე. შენ მე უმასწავლი, ერთი წუთი მომისმინე, დაგე. რატომ მიქიშავ ბატონო ირაკლი, როდესაც იმიტომ რომ არა მაქვს თუ საუბრის სურათყოფას აყენებ ჩემ ოჯახს. მინდა გესაუბრო ადამიანებთან. მე რასაც ინფორმაციაც მაქვს, იმას ინფორმაცია შეიძლება ტყუილი იყოს და ცილს რატო წამებ?
მომისმენთ ჩემო ბატონო. მაგრამ ერთი წუთი მომისმენთ. მე მაქვს ჩემი პოზიცია. პოზიცია ცილის წამება ერთმანეთიდან განსხვავდება. ადვოკატი ხარ და უნდა იცო. მე რა იმაში მოიჩინე სასამართლოს მიმართ. ნაციონალური მოძრაობის ადვოკატი იყავი შენ. მომისმენთ გეტყვით. იახ, მეგობრებო, მაშინაც ცილის სწავლებელი ბიოლოგიურ ნაგავად ყავდათ გამოყვანილი. რა თქმა უნდა, არ შემხვდა, რა თქმა უნდა, დაიმალა, რა თქმა უნდა, თავი პოლიციაში მიჩივლეო, ესე ისეო. მე ქვეყნიდან წამოსვლა მომიწია და რა თქმა უნდა, ყველა ნაბუზვარმა და მათხოვარმა და იმან ყველა ენა მოიდგა. მოდის ქვეყანაში არ დამინახა და ახლა 1000 ბინძურეებს წერენ აგერ და ტაშს უკრავენ მათზე. ამათგან რა არის მოსალოდნელი, მაგრამ რაშია საქმე, იცით? ეს ყველაფერი რას მოყვა? ეს ყველაფერი მოყვა ერთ ძალიან ისეთ ამბავს. თავიანთი ნასეთკა, აი ეს დაძირალა, ეს ბინძური ადამიანი შევიდა ძალიან ბინძურ თამაშებში. თავისი ვიგოდის მიღების მიზნით დაუკავშირდა რუსულ სპეცსამსახურებს. უნდოდა რომ რაღაცა ვიგოდები რუსეთიდან მიეღო. რის გამოც კოცებმა დასაჯეს და დაუჭირეს შვილი. დიახ, ესე მოხდა. თქვენ შეგიძლიათ ახლა ნახოთ ეს. ეს მისი შვილი, რომელიც დაუჭირეს, ჯერ გაუმართლეს, თუმცა გაუსაჩივრა პროკურატურამ სააპელაციოში და მისი გამოშვებული შვილი უკან ჩააყუდეს. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც კოცებმა გადაწყვიტეს ჩაეხსნათ აბსოლუტურად ყველა არხი, რომელი არხიც რუსებთან მათ გარეშე კონტაქტს წარმოადგენდა, დაიჭირეს მაშინ გულბათ რცხილაძე, რომელიც ახლაც ის უსამართლოდ ციხეში და მაშინ ამ ნაძირალას ახლა ვერ დაიჭერდნენ, იმიტომ რომ ადვოკატი იყო, მაგათი ის იყო და გაუმწარეს იმით, რომ დაუჭირეს შვილი. შვილიკო. ისი შვილიკო. მე არ ვიცი, დამნაშავეა, არაა დამნაშავე, მე ვიცი ერთი რაღაცა, რომ საქართველოში იმდენი უსამართლობა ხდება, იმდენი უსინდისობა ხდება. ნამდვილად ახლა შვილმა რატო უნდა აგოს ასეთი მამა რო გეყოლება ჯერ მარტო ესაა სასჯელი. მარტო ესაა სასჯელი. ასეთი მამა რო ყავდეს, ალბათ თავს მოვიკლავდი რა. ესეთი ნაგავი მამა რო ყოლოდა, როგორიც ეს კაცი. ახლა შვილმა რატო უნდა აგოს პასუხი? უნდა აგოს თვითონ პასუხი. მაგრამ კოცებმა კარგად იციან, როგორ უნდა გაამწარო და დაუჭირეს შვილი. დაუჭირეს შვილი, რასაც ერთი ისტერიკა და ცივილკივილი ქონდა ატეხილი და ახლა შვილი ყველასთვის შვილია. და ადგა მერე და დაიწყო გართულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, აგერ იგორ გიორგაძეს მიმართა იქ რუსეთში, რომ იქნება დახმარებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვიცი, იგორ გიორგაძის იმედად აქ ვინ გამოუშვებდა მაგას ციხიდან, არაფერი არ გამოუვიდა და შემდეგ ადგა და თავის დაქალს მიაკითხა ნინო ჭღარკავას, ვისთან ერთადაც 1000 სიბინძურეებს და 1000 ტალახს ისროდა ადამიანების მიმართ, რომელი ადამიანებიც არაფერ შუაში არ იყვნენ ამ ბინძურ პოლიტიკურ მოვლენებში და ახლა ეხვეწება, რომ იქნებაო ამ წერილმაო ბიძინასთანო მიაღწიოსო და იქნებაო ჩემიო შვილიო გამოუშვათო გარეთო და ეს ნინოია ჭღარკავა ნაცების დაუძინებელი მტერი, მთავარი ქოცი, მის ძმა კაცს, ერთ დროს ახალაიების ადვოკატს, მისავით ბინძურს, მასავით აკოთებულს, მასავით აკროლებულს Facebook-ზე უზიარებს პოსტს და იქნება ბიძინამდე მივიდესო საქმე. ვიცი, ნინოია ჭღარკავა, შენ იმერი ტრაკიანი ხალი ხარ, კაცმა რო გკითხოს, ბიძინასთან პრიამოი დოსტუპი ქონდა და ახლა ბიძინა Facebook-ზე შენ პოსტებს რო არ წაიკითხავს და იქამდე რო არ მივა საქმე, ყველა მიცის, მაგრამ რაცხა ვერ ყოფილხარ თლაც ისე ტრაკიანი ხალი, თუმცა ყველა პროფკას ერგებოდი. რა აქვს მნიშვნელობა, ყველას აპრავებდი ერთ დღეს და მე მეორე დღეს თანამდებობებზე რო არ იყვნენ, მე ლანძღავდი და აგინებდი. რა აქვს მნიშვნელობა ეს გოგაშვილი იქნებოდა, რა აქვს მნიშვნელობა ეს იქნებოდა, რა ქვია, ჟილუაშვილი, არა აქვს მნიშვნელობა გახარია იქნებოდა, რა აქვს მნიშვნელობა ღარიბაშვილი იქნებოდა, თუ იქნებოდა, ყველას უკანალში იყავი შემძროალი და მაგარი ტრაკიანი ქალის იმიჯი ჰქონდა საქართველოში, რომ
სურათები ქონდა ერთი მეორეზე მიყოლებით დადებული და მე ოჯახებით შევეწირები, ვინც ირაკლიზე რამე ცუდ სიტყვის და ასე ცუდად წაგივიდა საქმე Facebook-დან აგებიერ კაცო ბიძინა შენი მეგობრის იმას. აი ამაში არის იცით მთელი უბედურება. მე ასევე მინდა უთხრა აი იმ ადამიანებს ვინც მე მეუბნებიან რომ ჩემი მეგობრები არიან და თან ამასთან ამის შენ ჭირიმე შენ განაცვალეში არიან რა. ასკეთოთ იცით ნებისმიერი რა ვინც არ უნდა იყოს ეს ახლა იქ ჯენი ბურჯანაძის გვერდზე არის დაწერილი ეს ბინძური კომენტარები რა ბინძურ კომენტარებსაც წერს. არ ვარ მე ის ადამიანი რომ ვსდევდე იმასთან რატო მეგობრობ, ამასთან რატო მეგობრობ, ასე მეგობრობ, ისე მეგობრობ, მაგრამ მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. მე პირდაპირ გეტყვით. ადამიანი რომელიც ჩემი ოჯახის სიწმინდეს შეეხება, მამა ჩემის ხსოვნას შეეხება ასე ბინძურად, ასე უსინდისოდ და ასე და მე თქვენ გამოხვალთ აქ და ამ ადამიანის მეგობრობაზე და თავდადებას და კაიკაცობას დამიწყებთ ლაბარაკს, ხო? Შეიძლება ახვიოთ ჩემგან ისე როგორც ახვია ძალიან ბევრმა, იმიტომ რომ ვინც არის ასეთი ბინძური ადამიანის მეგობარი, ის არასდროს არ იქნება შენი მეგობარი. მე კარგად ვიცი მეგობარი რას ნიშნავს, მე ძალიან კარგად ვიცი მეგობრობის ფასი და ისიც კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკური მეგობრობა, ხო? მე არ მყავს პოლიტიკური მეგობრები და არავის უკანალში არ ვძურები, თუ ვინმეს ვეხმარები პოლიტიკაში იქნება თუ ღიად იქნება, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. ყველას ვეხმარები, იმით რომ სწორად მიმაჩნია და ალალი გულით ვეხმარები და სამართლიანად ვეხმარები. თქვენ ეთყობა ბარეორს მეგობრობა და ეს რა ქვია პოლიტიკური მეგობრობა ერთმანეთში ძალიან მაგარი გაქვთ არეული ხო და ქალბატონო ჯენი თქვენს გვერდზე ხდება ეგ სიბინძურეები ახლა და არა ხართ ისე გადაღლილი იმიდან თუ რამდენი სიბინძურეები იწერება და შენ ჭირიმე შენ გენაცვალესო რომ მეუბნებით ჩემთან მიმართებაში და ასეთ სიბინძურეს ადამიანი გვერდზე გიწერთ და ისიშვილის აპოლოგეთი ხართ გამომდგარი და ხარშუ ჭერთ და ასე შვებით და ისე შვებით თქვენც არიცით ვინ არის ირაკლი ზაქარიაშვილი და თქვენც არიცით საიდან მოდის და რა ბინძური ადამიანია ხო და ამიტომ მე მინდა ერთ რაღაცის თქვა პოლიტიკაში ვინც არიან მე მეგობარი არ ამყავს მე პოლიტიკური მეგობარი არ ამყავს არავინ ჩემი მეგობარი არა თქვენც პოლიტიკა მეგობრობა არ იცის ყველა არის ან მოკავშირე ან მტერი რაღაც საქმეში კონკრეტულად ეს საერთოდ პოლიტიკის წესი არის მაგრამ აი ესეთი ბინძური ადამიანები როგორც ახ ზაქარიაშვილი არის და ეს ამათ პოლიტიკურ მტრებსაც ვერ დაარქმევ ესენი არიან უბრალოდ ბინძური აყროლებული ადამიანები და ესეთ ბინძური აყროლებული ადამიანების იკუთხრა ერთმა რომ ამიტომ რომ თქვენი ატანა არა აქ აფხაზებს ხო ახლა ზაქარიაშვილის ნაირ ბიოლოგიურ ნაგავს რა თქმა უნდა ვერ აიტანენ ვერც აფხაზები ვერც ოსები და ვერც სხვა კუთხის ადამიანები ნამდვილად ვერ აიტანენ და ვერც ამე ნაცკოცურ სანაბოზროც ვერ აიტანენ, იმიტომ რომ ქართველს ვერ აუტანია ეს. და აი როგორ იქცევიან ქართველების მიმართებაში, გარდაცვლილი ადამიანის მიმართებაში, ქვეყნიდან იძულებით წასული ადამიანის მიმართებაში და ზოგადად აი ესეთი დაბალი კაცობის მატარებლები ხართ, თუნდაც იმიტომ რომ თქვენ ტრაკი გედოთ სკამზე. და იმიტომ რომ თქვენ ვიღაცამ რაღაცა გადმოგიგდოთ. აი ესეთი ახლობები ხართ რა, აი ესეთი ნაძირლები ხართ და ესეთი მათხოვრები ხართ. მიდით ეძიეთ ბევრი კიდე იქნება მეტი კომპრომატები ამოყაროთ რამე ჩემზე, ჩემს ძმაზე, დედაჩემზე, მიდით იქნება გარდაცვლილი მამაჩემზე კიდე რაღაცა მონახოთ და მიდით. თუ არა და ადგებით და ფანტაზიის უნარი დიდი გაქვთ და აგერ გყავთ ეს, მაგრამ როდესაც დავბრუნდები სამშობლოში, ხო? აი როდესაც დავბრუნდები სამშობლოში. ყველა ვინც ის ზღვარი გადაკვეთეთ, რის პატიებაც არ შეიძლება, აუცილებლად აგებთ პასუხს. როგორ აგებთ ამას მე ჩავთვლი, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, ისე აგებთ პასუხს. კიდე მუქარად მიიღეთ ახლა ეს, კიდე შეურაცხყოფად მიიღეთ, კიდე რათაც კიდე ისე მიიღეთ. პირს რო გააღებთ და ადამიანს ესეთ შეურაცხყოფას მიაყენებთ. ო, მე უნდა იცოდეთ, რომ რა პასუხი მოგივათ. გუშინ აგერ კოცები რო იძახოთ, იმაში პარლამენტში ვიჩხუბეთო, თუელ კაცო, ამას რო მიაყენებო შეურაცხყოფასო, მერეო ესო რა ქვიაო ну მოგთხოვთო პასუხს რა ქართველი კაცებიც ყოფილხართ კოცები კოცი და კაცის საერთოდ რა კავშირში ერთმანეთთან მე არ ვიცი და მithumetes ქართველი კაცი და კოცი ერთმანეთთან ძალიან რადიკალური მცნება არის და თქვენ თუ შეგიძლიათ იმის გამო ცემოთ ადამიანი რომ შეგახსენოთ თქვენი შნირული მონური ბუნება რომ პრემიერ-მინისტრი იქცეოდეს როგორც უკანასკნელი ჩმორი და კუჩი დაძდევდეს ქვეყნის
პოლიტიკური პირველი პირი კუჩი დაძდებდეს პატარა ბავშვით ვიღაცა ადამიანს და ეს შეურაცხყოფა ჩათვალოთ. ხო, ჩემი ოჯახის წევრის მით უმეტეს ისეთი ადამიანის როგორც ჩემი ის შეურაცხყოფა ცოტა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და მეტ ვალდებულებას აკისრებს მის მთქმელს თუ რაზე მოუწევს პასუხისმგება და დანარჩენი კიდე არ მინდა რა ამდენ ბინძურს მოგიბრუნდეთ და ყველას ერთიანად სათითაულოდ გიწეროთ ვიდეოები, მაგრამ ერთი რაღაცის თქვა მინდა. ყველა, ვინც თქვენ ჩემს მიმართებაში ასე იქცევით, იცოდით, რომ თმის ღერის ჩათვლით ყველაზე მაქვს ყველანაირი ინფორმაცია ვინ ახართ და რა ხართ. საიდან მაქვს და როგორ აღარ ვინცაა ჩემი ბლოგის მსმენელები ყველამ კარგად იცის. სრულად მაქვს თქვენი უშიშროების აგენტურის სია. სრულად. ისი არა, ერთი აკლდეს და ორი აკლდეს. შეიძლება ზოგიერთ ცოცხალი არა ახლა იმ სიაში, ვინ იყო ის მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ახლები შეიძლება არ მქონდეს ახლა 2-3 წლის დავერბოკებული ჩათლახები. და ვინ რა ხარ ძალიან კარგად ვიცი. და ერთი იცოდეთ, რომ ბინძურ აგენტებად რო გიყენებენ, აი, ადრე თქვიან, ისე მოგეთყნებათ დედა, როგორც აი ამას აქვს მოთქმული ახლა. როგორც მისი შვილის თავისუფლება სახვეწარი აქვს, იმაზე რა ქვია, ნინო იაჯღარკავაზე პოსტი გაუზიაროს, რომ ბიძინამ იქნება უხსნას მისი უდანაშაულო შვილი. მე არ ვიცი მისი შვილი რაზე ზის, მაგრამ ნახდათ ვიცი კოცების ფენომენი და ნახდათ ვიცი კოცების აზროვნება და საერთოდ არ გამიკვირდება უდანაშაულოდ რო იყოს დაჭერილი იმის გამო, რომ ამის შვილია. ხო. იმიტომ რომ მან ტრაკის თამაში დაიწყო რუსებთან და ფულის შოვნა გადაწყვიტა და გავლენების განცდა გადაწყვიტა დედა რუსეთში კოცების ნებართვის გარეშე. ხო. მიაყოლეს ეგერ გულბად ცხილაზის გზას. და ის კაცი უდანაშაულოზის ნამდვილად. და შეურაცხყოფა გაუკეთეს. ახლა იმასთან ისინი რამოსატანი არიან, მაგრამ აი ამ სქემაში მოხდა და რა სხვისი შვილის გამწარება რო ფეხებზე კიდიათ, სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რო ფეხებზე კიდიათ, ხო? ადრე თუ გვიან საკუთარი შვილებით აგებთ პასუხს, იმიტომ რომ ბების ნაჭამი ტყემალი თავის შვილს და შვილიშვილებს კვეთავს კბილებს. აი ამის თქვა მინდა. უკაცრავად ბოლოში პოსკრიპტუმად მინდა რაღაცა დავამატო. როლანდ ახალაიას დედა შევეცი. ბაჩანა ახალაიას დედა შევეცი. დათა ახალაიას დედას შევეცი. მაგათი ოჯახი მოტყა. ვისაც ეგენი უყვარს, ყველას დედა შევეცი. ვინც ამათ იცავს და აპრავებს, იმას მოუტყა გამზდელი და ვისაც ეს გამბრავებელი კიდე კაცი გონია, სულში იხუტებს, იმიტომ რომ თავის პოლიტიკურ საქმეებს ასე ჭირდება, თქვენ მოგიტყანთ ყველას კოჰაბიტირებული დედის სმუტელი. წადით ახლა და მიჩივრეთ.